ზუგდიდში სტუმრობისას მოწმე გავხდი ჩხუბის, ქალების ჩხუბის. თანაც ამ ჩხუბის მიზეზი ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვა იყო. ყვავილობდა აკაცია, მე ვთქვი რომ რა სასიამოვნო სურნელი აქვს აკაციას. ამის თქმა იყო და ატყდა ერთი ამბავი. გარელმა ქალმა თქვა რომ აკაციას გალში გაცილებით უფრო სასიამოვნო სურნელი აქვს ვიდრე ზუგდიდში. ზუგდიდელი ქალი კი ამტკიცებდა რომ აკაცია ყველგან აკაცია, არავითარი განსხვავება არ აქვს სურნელებას, გალშიც ერთნაირი ისეთივეა როგორიც ზუგდიდში. მე ვუთხარი ორივეს რომ ძალიან გთხოვთ ერთი წუთით მისმინეთ მეთქი ჩემს ამბავს კი ამბობთ. სოხუმში ომის დროს მე ხშირად ჩავდიოდი სოხუმიდან მერხეულში და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობდა და რაღაცას თუ აღმოვაჩენდი 4 ბორბლიან და მოტორიან ქმნილებას, აი ეს მიმიყვანდა მაჭარის ხიდამდე. აი აქ ჩამომსვამდა. ჩემს უკან 300 მეტრში იყო ზღვა. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არის ზღვის სანაპიროს ეკოსისტემა, თანაც მდინარე მაჭარა ერთვის შავ ზღვას და იქ რომ არის ნიადაგი, ხე, ბუჩქი, ჩიტი, ხვლიკი და მედუზა წყალში არის ისეთი, როგორიც დამახასიათებელია სწორედ იმ ადგილისათვის. და 300 მეტრში, სადაც მე ვდგავარ, უკვე განსხვავებულია ეკოსისტემა. უნდა გავიარო ფეხით 6 კილომეტრი. აი მივდივარ და მე ვგრძნობ, რომ ყოველ კილომეტრში იცვლება ჰაერის ტემპერატურაც, ჰაერის სურნელიც. მე-5 კილომეტრში ხელ მარჯვნივ, სადაც მდინარე მაჭარა მიედინება, იქ მიწიდან ამოდის წყაროები. რამდენიმე წყარო, თბილი წყარია, შეგიძლია დალიო, მშვენიერი გემო აქვს. კიდე 500 მეტრს გავივლი ფეხით და მოვედი, იქ არის ჩემი ბოსტანი და ყანა. აქ სრულიად განსხვავებული არის ჰაერი, ნიადაგი, მცენარეები, ხე, ჩიტი, ხვლიკი, სხვანაირია, ვიდრე იყო თუნდაც 5-6 კილომეტრის უკან, ან თუნდაც, რა ვიცი, 3 კილომეტრში. განსხვავებულია ყველაფერი. წარმოიდგინეთ 6 კილომეტრში როცა არის ასეთი მრავალფეროვნება ეკოსისტემების, რომელსაც ამჩნევს ჩვეულებრივი ადამიანი და არა ეკოლოგი და გეოგრაფი. მაშინ ახლა 25 კილომეტრში ეს მანძილი არის გალსა და ზუგდიდს შორის. არ იქნება ეკოსისტემების მრავალფეროვნება. ჩხორთოლი არის სოფელი გალის მუნიციპალიტეტის. ეს ოკუპირებული ტერიტორიაა დღეს. ერთ ეზოში მანდარინს ერთი გემო აქვს, მეორე ეზოში სხვანაირი გემო აქვს. უფრო მეტიც, გალში საუბრობენ მეგრულად, ზუგდიდშიც, მაგრამ გალში საუბრობენ გალის დიალექტზე, ან ზოგჯერ ეძახიან სამურზაყანოს დიალექტს. ზუგდიდში საუბრობენ და ზუგდიდის მეზობელ სოფლებში ზუგდიდის დიალექტზე. მეგრულს აქვს კიდევ 6 დიალექტი. სვანურს აქვს 4 დიალექტი. ახლა არ დამაწყებინოთ ჩამოთვლა თუ რამდენი დიალექტი აქვს ქართულ ენას. იმერული დიალექტი რამდენიმენაირია. როგორი მრავალფეროვნება გვაქვს, არა? ენების და დიალექტების. თქვენ მეტყვით, რომ ჩინურსაც აქვს და ინდურსაც აქვს. მაგრამ იქ ტერიტორია უფრო დიდია. აქ პატარა ტერიტორია ძალიან და საოცარი მრავალფეროვნებაა. რატომ? იმიტომ რომ გეოგრაფიული მრავალფეროვნებაა გასაოცარი აი ამ პატარა ტერიტორიაზე. გეოგრაფიული და ბიოლოგიური მრავალფეროვნება ბადებს კულტურულ მრავალფეროვნებას, წარმოშობს კულტურულ მრავალფეროვნებას და რა იგულისხმება კულტურულ მრავალფეროვნებაში? ეს არის ენა, დიალექტი, ტანსაცმელი, საჭმელი, ადათ-წესები, სახლის აშენების ტრადიცია და ჩემი აზრით ჟესტი და მიმიკაც. მოდი შევხედოთ საქართველოს მთას. სვანი, რაჭველი, ლეჩხუმელი, მოხევე, ხევსური, თუში. ყველანი არიან მთის წარმომადგენლები, მაგრამ განსხვავებული აქვთ ენა, კილო, ტანსაცმელი, ცეკვა, სიმღერა, სამზარეულო, სახლის აშენების ტრადიცია. რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან მთის ბუნებაც მრავალფეროვანია. ახლა მე ვეკითხები ამ ქალებს, როგორ ფიქრობთ, საჭიროა ამ რამე კანონი, რომ ეს მრავალფეროვნება, კულტურული მრავალფეროვნება იყოს დაცული. მათ მიპასუხეს, რომ ამ საუბრის შემდეგ პირადად მათთვის ეს საჭირო არაა, ისედაც დაიცავენ და პატივს სცემენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად სწავლობდნენ, მათ არ იცოდნენ ამის ფასი და ასეთი დაკვირვება არ უტარმოებიათ. და საჭიროა რომ ხალხმა იცოდეს ამ მრავალფეროვნების ფასი, ასე თქვეს ამ ქალებმა. აი ჩვენ არ ვიცოდით რომ მეგრულის მეშვეობით შესაძლებელია
იმ ქართული სიტყვის აღდგენა, რომელიც ქართულიდან უკვე გამქრალია და პირიქით. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ვეფხისტყაოსანში არის ისეთი სიტყვები, რომელიც მხოლოდ მეგრულში იხმარება დღეს, ქართულში კი აღარ იხმარება. არ ვიცოდით, რომ დიალექტი, რომელზედაც რომელიმე სოფელი ლაპარაკობს, არა, გვეგონა, რომ მნიშვნელოვანი იყო იმ სოფლისთვის, თურმე ეს მნიშვნელოვანი ყოფილა ყველასთვის, მათ შორის ქართული ენისთვისაც და მთელი საქართველოსთვის. ეს არ ვიცოდით. და მე ვუთხარი მათ, რომ გაეროს კულტურის განათლებისა და მეცნიერების ორგანიზაციამ საჭიროდ ჩათვალა გამოსარჩლებოდა კულტურულ მრავალფეროვნებას და 2001 წელს მიიღო საყოველთაო დეკლარაცია კულტურული მრავალფეროვნების შესახებ და პირველი მუხლი ასე ჟღერს, რომ კულტურული მრავალფეროვნება ისევე მნიშვნელოვანი არის კაცობრიობისათვის, როგორც ბიომრავალფეროვნება ბუნებისათვის. ხოლო 2002 წლიდან 21 მაისი გამოცხადებულია კულტურული მრავალფეროვნების დღედ. და მას აღნიშნავს ჩვენი განათლების და კულტურის სამინისტროც, როგორ აღნიშნავს, მაგალითად, რომელიღაც ჩვენი კარგი ქორეოგრაფიული ანსამბლი შეასრულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცეკვებს. ან მაგალითად სომხური თეატრის რეპერტუარიდან რაღაც ნაწყვეტები იქნება ნაჩვენები სცენაზე. როგორ მოგწონთ ასეთი აღნიშვნა, ვკითხე ამ ქალებს. მათ მიპასუხეს, რომ ეს ძალიან საბჭოთა კავშირის სტილშია და ეს ძალიან არ არის არასაკმარისია. და თვითონ მოიფიქრეს მაშინათვე რამდენიმე სცენარი და პროექტი თუ როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენთან ცხოვრები სხვა ხალხების კულტურა. და განსაკუთრებით კი თვითონ ქართული მრავალფეროვნებაც როგორ უნდა ვაჩვენოთ და დავაფასოთ. და ერთ-ერთი იყო იმ გალელი ქალის იდეა, რომ მთელი წლის განმავლობაში ყოველმა სოფელმა საქართველოში სოფლის წარმომადგენელმა გვიამბოს სოფლის სახელწოდების შესახებ. და მე კი ვიტყვი ჩხორთოლზეო მაგალითადო და თურმე აი ჩხორთოლი ეს სოფლის სახელია, ჩხორო ნიშნავს მეგრულად ცხრას, თოლი არის თვალი, ჩხორთოლი ნიშნავს ცხრა თვალს ან ცხრა თვალას. ყოფილა იქ ციხესიმაგრე, რომელსაც ჰქონია 9 სარკმელი, 9 სამეთვალყურეო სარკმელი და ამ ციხესიმაგრის მიხედვით სოფელს მიეცა სახელი ჩხორთოლი, ანუ 9 თვალა. აი, ჩვენი დუელი დამთავრდა ასე, საუბრით კულტურული მრავალფეროვნების შესახებ. მაგრამ მიწურულს ზუგდიდელმა მკითხა, მე მაინც მაინტერესებს, შენ რომელი აკაცია უფრო მოგწონს, რომლის სურნელი, რომელიც გალშია თუ რომელიც ზუგდიდშია. მე ვუპასუხე, რომ დედას ყველა შვილი ერთნაირად უყვარს, მაგრამ როცა შვილს მოსტაცებს მტერი და დაუტყვევებს, მაშინ მთელი მისი ყურადღება იმ დატყვევებულისკენ იქნება. და დღეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი აკაცია არის გალში, ხოლო მეორე აკაცია ძვირფასი არის ცხინვალში და ვიცი, რომ ეს უკვე შენ არ გეწყინება.